გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ახართ, როგორ? კარგად უნდა იყოთ, კარგად. სპაგზა არა გვაქვს. ყველა პრობლემა და ყველა გადასაჭრელი საკითხები, დაბკოლებები უნდა გადავძლიოთ. რამ უნდა შეგვაშინოს ამ ცხოვრებაში? არაფერმა, როცა გვაქვს გონება, როცა ღმერთი ჩვენთან არის, როცა ჩვენ ღმერთთან ავართ, რა უნდა იყოს ჩვენი მომრევი? არაფერი. გავაგრძელოთ ჩვენი ამბები, არა? ეხლა მე ვიმყოფები ვისკონსინში. ამ ესეთი მოყინული გზები იყო, ეს სრიალია და სულ მეთქი და უცბად მზე ამოვიდა გაშრა და ყოველ შემთხვევაში გზა არის თუ გაიტანა ის ყინულები და შეგვიძლია თავისუფლად ვიაროთ. რომ მიტყვიან ის ზურგზე რომ გადევს თოვში რომ მიდიხარ და რომ ნერვიულობ არა, უბრალოდ დისკომფორტია რა, დიდი ენერგია მიგაქვს. ეხლა ჩვეულებრივად რომ მიდიხარ ისე შედარებით ეხლა ეგ გზაზე, კაი გზაზე რომ მიდიხარ, 30-40% ენერგიას ხარჯავ. აი თოვლიან გზაზე თითქმის 80 შეიძლება 100% ყურადღება გინდა რომ უბრალოდ არ მოსრიადეს და უბრალოდ პრობლემებში რო არ ჩავარდე და ეს ენერგია მიაქვს და ამიტომ რო იტყვიან ეს ზუბი გადავაგდეთ და წავიდა საქმე კარგად და უფრო თავისუფლად და ლაღათა ვართ. ეხლა ფაქტობრივად აი ესეთი ლანდშაფტი გვექნება სულ ვირდა თავისთავად როცა ასეთ ადგილებში მივდივართ ჩვენ ისე როგორ ვამბობთ კეცავთ ფიქრობთ და რამდენი ხანია ჩვენ ლიტერატურაზე არ გვისაუბრია რა მეგობრებო. ლიტერატურა რომელიც აი მე მიმაჩნია რომ აი პირაში ერთი წიგნი რო არ წაიკითხოს ადამიანმა აი მე პირადად რა ის რაღაცა ენერგია გაკდება და როგორც მანქანაში რო ვასხავ ხოლმე საწვავს მე პირადად მასე ვარ. ზოგი არის ხოლმე 2 კვირა 3 კვირა არ წავიკითხავ ლიტერატურული მას და რაღაცა მაკლია და მე უცბად გავიხსენებ რომ მაკლია ის რომ უნდა წავიკითხო და საქმე წიგნს წავიკითხავ და უცბად ენერგია მომდის და ცხოვრების სიხალისე აზარტი უღამი და ვაი ენერგია მოდის და რა ვიცი მე მაგრამ შველის და სულ მაგას ვიძახი რომ მეგობრებო წაიკითხეთ წიგნებს წაიკითხეთ შენ მიმდინარე პრობლემებზე კი შენებურად ფიქრობ თავისთავად უნდა გადაწყვიტო მაგრამ ის ავტორი რო გაძლევს იმ ენერგიას და იმ რაღაც უღამს ხო თითქოს გეხმარება ის რჩევასავით არის კი მამაც მოგცემ რჩევას დედას მოგცემ რჩევას ძმა და ახლობლები მაგრამ წიგნი მაინც უცხოა და იმიტომ რომ მე იმას კი არ ვიძახი რომ დედას და მამას არ უყვარხარ მაგრამ ის ახლობელი ადამიანი სადის 5 წუთი 10 წუთი მოვა შენთან ურთიერთობა შეიძლება 1 საათი მაგრამ წავა ნუ რამდენი ხანი მაგრამ წიგნს რომ კითხულობ სუსხვანაერად არის რა იქ მოდის ენერგია მოდის ეხლა დღეში 40-50 გვერდი რო წაიკითხო გამიგე ჩამოყალიბებული აზრი ავტორი რო წეს ხო თავისებურად თავის იმას ენერგიას დევს და იმას გაძლევს ეხლა ცოცხალი ადამიანი ახლობელი კი ერთი სიტყვით რაღაცას გეტყვის იმას გეტყვის და ნუ წავა და ეს რო ზიზა მიდის ეს პროცესი ნუ ბევრი რო არ ვილაპარაკოთ მოდის უზარმაზარი ენერგია და მაგარი საშუალებაა რა კარგით ამ დღეებში ვიყერა უბრალოდ ხო უშიცი დავამთავრე წიგნი ეთა ჩემმა მეგობარმა რომელიც ძალიან სულ ვეუბნები ხოლმე ეს საიდან გაქვს ეს ოკეანე ცოდნა ძალიან განათლებული აი აბსოლუტურად თქვენ YouTube სივრცეშიც არის და იმ დღეს მითხრა გამომიგზავნა წიგნი რა და არ მქონდა წაკითხული და სხვათაშორის შემცხო რომ რატო ჩემი ინტერესიდან გამომდინარე როგორ მოხდა რომ ასეთი წიგნი არ მქონდა წაკითხული და გამიმართლა რომ წავიკითხე და როგორ დავიმუხტე ეცე და რა დამუხტვაზეა ლაპარაკი ამას მე თავისთავად მოგიყვებით და ჩამოგიყალიბებთ. ასეთი ცნობილი ფსიქოლოგიური მწერალია არტურ შნიცელი არა შნეიცელი
პირველი მეუღლისგან ყავდა ორი ქალი და რაღაცნაირად დაშორდა და მეორე მეუღლე მოიყვანა. ის მეორე მეუღლე როგორ იცით, აი ჯეკ ლონდონს ხო ქონდა ეს ბრძოლის უნარიანი და სულ აი ესე მონადირეებზე, მებრძოლებზე ისეთ სიტუაციას მოთხრობებს წერდა, სადაც ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში როგორ იქცეოდა და რანაირად გამოდიოდა, აი კაცო თვისებებს ამჟღავნებდა, ხო მისი რომანები რო წაიკითხო და ეს მისი მეორე ცოლი ისე ცოცხალი ქალი იყო რა, ისე მებრძოლი და რაღაცნაირად ორი ბუნება ერთმანეთს შეხვდა რა, ეს თორე ეს ქარიშხალი და ეს უნდოდათ რა. და პირველი ცოლი განაცუდი ცოლი ყავდა, მეოჯახე ბავშვების მომვლელი, მაგრამ მისი ბუნება და ის რაღაცა აი ეს ქარიშხალის მებრძოლი არ ქონდა რა. და ეხლა რატო წამოვიწყე მე საუბარი, ეხლა ჩვენ ამბობთ ხო აი ვითო ვიცით კაცის ბუნება და კაცის ხასიათი. მაგრამ კაცი როდის არის ძლიერი, როდესაც მას ყავს ძლიერი მეორე ნახევარი. ძლიერ მეორე ნახევარს რას გულისხმობ, რომელიც აი ყველა ბიოგრაფიას რო გადახედოთ, ყველა წარმატებული ადამიანის ბიოგრაფიას რო გადახედოთ, გვერდზე უდგათ აუცილებლად მაგარი მეორე ნახევარი. მეორე ნახევრის გარეშე უმეტესი აი 100 კაციდან რაც წარმატებული 98 წარმატებას ვერ აღწევს. და ესე იგი აი ავსებენ ხო მამაკაცი და ქალი ერთმანეთს ავსებენ და აი რა არის ეს როგორ უნდა შეივსო, როგორი პარტნიორი უნდა აირჩიო, რომ შენ წარმატებას რაც მიაღწიო შენ პირად ცხოვრებაში და საერთოდ კაცმა მიაღწიოს ცხოვრებაში წარმატებას. ამისთვის რა არის საჭირო? ამისთვის საჭიროა რომ იცოდე ქალის ბუნება. გეცოდინება ქალის ბუნება, გეცოდინება მისი ხასიათი, შეეწყობი, არ შეეწყობი, როცა ამას ყველაფერს გაანალიზებს მამაკაცი და თავის ადგილზე დააყენეს და უბრალოდ აი რაღაცა სინქრონულად მასეც არის ხო ცოლ-ქმარი რა არის რომ ორი ადამიანი ერთმანეთს ერწყმის და ერთმანეთს გადახლართულები არიან ცხოვრებაში და საერთოდ სულიერად და მერე არის ეს ბედნიერება და როცა ადამიანი არის ბედნიერი, მერე მოდის წარმატება და მერე მოდის ყველაფერი კარგი, რასაც ქვია ცხოვრების სიკეთეები და ასე შემდეგ. ეს არის იდეალურ შემთხვევაში მე მახსენდება აი ლევ ტოლსტოის როა ანა კარენინაში გახსოვთ როგორ იწყებოდა ბედნიერი ოჯახებიო ყველა ერთმანეთს გავშო, მაგრამ გაუბედურებული ოჯახების ყველას თავისი ისტორია აქვს რა. და ჩვენ როგორ აღვთ ახლა ჩვენ ადრეც ავთქვით რომ თეთ კედელზე შავი წერტილი უფრო გაინტერესებს. აი რაღაცა კინოს უყურების ცუდი უფრო გაინტერესებს და ლიტერატურაშიც ასია რომ ის ცუდი სიტუაცია როა და ცუდი გარემო რომ ის უფრო გაინტერესებს და იმაზე არის უფრო აწყობილი აი რაც არის მაგალითად მაგარი ლიტერატურის ნაწარმოებები და მოთხრობები და რომანები სულ აი პრობლემებზე და სულ ასეთ საკითხებზეა და ის უფრო იქნოს ყურადღება და ამ დროს ის არის უფრო ყურადღებას ბედნიერების სიწყნარე სიმშვიდე რო არის ხო რაღაც პარადოქსია ყველა მივისწრაფით სიმშვიდისკენ ბედნიერებისკენ სრულყოფილებისაკენ მაგრამ მაინდა-მაინც გვაინტერესებს ის არეული სიტუაცია და ჩხუბი გადარეულობა და ასე შემდეგ ზოგადად ვიძახი და ასეა ლიტერატურაშიც. ეხლა რატო წამოვიწყე ასეთი საუბარი ეს არტურ შნიცლის ტერეზა აი როგორ მახსენდება აი რო წავიკითხე სულ მახსენდება ჩემი ბავშვობა ეხლა მე სოროლაკი მთაწმინდაზე ვარ გაზრდილი და დედაჩემი ცოტა არისტოკრატი ქალი იყო გამოსული ქალი იყო და სულ ისეთ მეგობრები ყავდა ამხანაგები აი ინგლისურს ამზადებდა დედაჩემი და დადიოდნენ ხოლმე ოჯახებში და ხშირად დავყავდი და აი ალბათ თქვენც გქონიათ ამ შემთხვევები აი გამოსული არისტოკრატი ასაკოვანი ქალბატონი მანდილოსანი შეხვედოდი სახში და ან სპილოები იყო ან ოთახი იყო გაკრიალებული ძველებური ავეჯი ძველებური საათი რაღაც ლამაზი ბაროკოს სტილის ავეჯი ჭურჭელი და აი ეს არისტოკრატიული მანერები რო ქონდათ ხოლმე ქალებს აი ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრი იყვნენ ასეთები რა
მათთან სტუმრად რომ მივიდიოდი ხოლმე, რაღაც აი თითქოს ზღაპარში ხდებოდი, ზღაპარში და ეხლა ბავშვის ოცნებაში მოიცით, ეხლა ლამაზი რო შედიხარ სულთან ქალბატონის სახლში, მომადა წასული და თავს რო უვლის და ნუ გწნობ რო შინაგანად რო რაღაც აი არისტოკრატია რა, არისტოკრატია. მე ზოგი თავადების თავმავლები ხა მე იმას გავიზღე თავადები და რაღაც აი არისტოკრატიულობა მოსდევდა. მიუხედავად იმისა, საბჭოთა კავშირი იყო და მოიცით რა, თავადობა და ეხლა მაგაზე ვინ დაიწყო და ლაპარაკი ეწყობოდა ეს არისტოკრატიზმი და ახლა ჩემთვის იყო ზღაპარი ასეთი ქალბატონების ოჯახებში რომ მივიდიოდი. მე გავიდა დრო, მაგრამ რატომღაც დავაკვირდი რომ აი ესეთ ქალბატონებს რაღაცა პირად ცხოვრებაში არ უმართლებდათ რა. მე უკვე ხა ბავშვობაში კი ზღაპრა, მე რომ გავიზარდე რომ დავიწყე აზროვნება, ვფიქრობ აი ესეთი გამოსული ქალები, ზოგი განათლებული, ზოგი მწერალი, ზოგი რაღაც მუსიკოსი, ზოგი რაღაც ნუ ძირითადად მასწავლებლები იყვნენ და პირად ცხოვრებაში არ უმართლებდათ რა. არ ყავდათ ქმარი, ან ყავდათ შვილი და ის შვილი ან ნარკომანი იყო, ან ზოგი ძველი ბიჭი იყო და გამწვავდა. მე ვფიქრობდი, კაცო, ასეთი კაი დედა, ასეთი ლამაზი სათნო ადამიანი, რატო ყავს ასე, რატო არ ყავს ქმარი? ან ვერ თხოვდებოდნენ თავის დროზე და ან ძმისშვილს უვლიდნენ, ან დისშვილს უვლიდნენ და გადაყვანილები იყვნენ თავის ძმისშვილებზე და დისშვილებზე და ასე შემდეგ. ნუ ერთ სიტყვით აი ძალიან ბევრი არისტოკრატიული ქალები იყვნენ სოლოლაკში. ეხლა არ ვიცი, ეხლა მე უკვე ისე აღარ დავდივარ ოჯახებში, თუ დავდივარ ან საკეიფოდ მიდივარ რაღაც, მაგრამ ფაქტურად აი ესეთი არა, როგორ არა, ვწდები. არიან, მაგრამ შეიძლება ისეთი ფუშფუშა და არისტოკრატიული ქალები არ იყვნენ, მაგრამ მარტოხელები არიან, მარტოხელები და თავისი ისტორიებით და თავისი მიმდინარე პრობლემებით და მიმდინარე ცხოვრებით. ეს ასახება გავიაროთ. გავიდა დრო, მეც უკვე გავიზარდე და დავიწყე სიარული ევროპაში, ამერიკაში და აი ესეთი არისტოკრატი ქალები, უკვე ყვითელ ტაქსზეც რომ მუშაობდით, აი ნეტავი მე თუ მოხდები, მე დავდები ისე ყვითელ ტაქსზე და რამდენიმე ოჯახში მოხდი. აი მანხეტაში წარმოედგინე, ეხლა მდიდრარი აქვია რაც ის არის. ხო, და მე ალბათ მოყვები და ან წინში მე გავიხსენებ და ეხლა სამრიგე მანხეტეზე სადაც არისტოკრატი დიდრუ რაიონები რო ცხოვრობენ, დიდრების რო ცხოვრობენ და მოხდი ისეთ ოჯახებში, რომ ეს ქალები მარტონი არიან. ან შვილი ყავს, ან ქმარი გარდაცვლილი ყავს და რაღაცნაირად გავსება ნახე იმ სოლოლაკელ ქალბატონებს შორის, მე რო ბავშვობაში დავდე ამათ შორის, უბრალოდ ეხლა ისინი თბილისში იყვნენ და ესენი არიან აქ ნიუ-იორკში და ვენაში და ბერლინში და თელიანები და რაღაც საერთო ნახე, ახლა ხალი ხო იცი, ხალი ყველგან ერთია, კი, შეიძლება სხვადასხვა სიტუაციაში, მაგრამ შინაგანი ბუნება ხო არ იცვლება, თავისი პრობლემები, თავისი ფიქრები, თავისი ოცნებებით. ხო და ისეთ გვამინდა, იცი, აი ეს საერთო ნახე ამ ქალებს შორის და ეხლა წარმოიდგინეთ ჩემი ცხოვრება, ხო, ეხლა მე პირადად ეხლა ბიზნესში, ეხლა ჯარში, ომში, ქალბატონებთან ხო არ ვარ, კი, ქონია საქმე, მაგრამ ის სუსხანეს სტილის ისინი იყვნენ და რაღაცა, მაგრამ აი ეს არისტოკრატები რაღაც უკვე გვერდზე დგანან, გვერდზე და პატივის ემითავა რა, აი რაღაცა ეს მომხრება, ეს ბავშვობიდან რომ ეს ღაპრული გარემოში ხდებოდი იმათ სახლებში და ეხლაც თუ ჩავარდები ძალიან მეცემონება და ყოველ შემთხვევაში აი ესეთი თორვით უყურებ ასეთ ქალებს. მაგრამ აღმოვაჩინე რომ ამ ქალებს ყველას რაღაც საერთო პრობლემები აქვთ. ეხლა რატო წამოვიწყე მე ამაზე საუბარი რა? მე გავიდეთ ერთად ტრასაზე და მე ვთქვი იქნება
და საუბარი თორე აკეთიკით ყურებაში კონცენტრაცია მეკარგება. ხოდა რას ვიძახე, ესე იგი ეხლა პატარა ბიჭი ხო არა, ეხლა 1000 ქალბატონები შეხვედრია, გოგოები შეხვდა თავისთავად ურთიერთობი ოფისებში და გინდა არ გინდა 1000 ისტორია გესმის, ხო, მაგათი ცხოვრების შესახებ, ბავშვების შესახებ, ნუ გინდა არ გინდა გაქვს ურთიერთობა და ამასობაში ჩამივარდა ეს წიგნი და დავიკითხე ახლა რო ვთქვი და ნუ ამ წიგნში ტერეზაში აღწერილია ქალის ვენაში მიდის პროცესი, ახლა წამოვიდე ვენა ხო, ევროპის ცენტრი, ყველანაირი კულტურული ცენტრი და ეს ტერეზა ბავშვობაში გაიზარდა ოჯახში და აღწერს ამ თავის მოვლენებს, მამა როგორ ექცეოდა, დედა როგორ ექცეოდა, ძმა როგორ ექცეოდა და სულთა ქალო გუნება, აი ბავშვი რო ბავშვია, აი ისე კარგად აღწერს იმ პერიოდში, მე ბავშვს რაღაც ისა ძმას რაღაც შურის მომენტია. დედა ცოტა ეგოისტი იყო, მწერალი იყო და ბავშვის ყურადღებას არ აქცევდა. მაგრამ იმდენად სათნო და ნუ აი ქალური როგორ გითხრათ, სილაღე აქვს, რომ სულ გინდა რომ ამ ქალს, ამ ტერეზას კონდეს წარმატება სულ. მაგრამ არა, არ გამოდის, სულ რაღაც დაბკონებები გამოდის. თან ახლა ქალბატონები ხო როგორი ემოციურები არიან და სუსტები. და სულ აი ეს ესე მთელი წიგნი თავიდან ბოლომდე, აი თავიდან გუშემატკივრობ, რომ გინდა ახლა ამ ტერეზას იმ მიმდინარე პროცესებში გუშემატკივრობ და სულ რაღაცა ისტორიებში ვარდება, მაგრამ ისე კარგად აღწერს ეს არტურ შნიცელი ამ მაგის ისტორიას, ფიქრობ, ვა, აი რაც კი გამიგია მე ცხოვრებაში ხო ქალბატონებს რა შეეხება, ზოგს ქმარი უტება, ზოგს შეყვარებულ მომღერლა და ზოგს შვილმა გული ატკინა და აი ძალიან მაგრა არის აღწერილი რა. აი მაინტერესებს, აი თქვენ თუ წაიკითხავთ ამ წიგნს, აი მაგ შთაბეჭდილება დაგჭირება თუ არა. და მთელი საინტერესო პროცესი ის არის, რომ კაცია ავტორი, კაცი და იმ ქალის შინაგან ბუნებებს, იმ ფიქრებს. ეხლა ქალის რა უნდა, ქალს უნდა ყავდეს ძლიერი მამაკაცი, გვერდზე დადგეს, მაგრამ ამ დროს ის მამაკაცები ძლიერები არ არიან, ვინც მის ცხოვრებაში რამდენიმე შეხვდა და ზოგი გამოყენებაზეა, ზოგი სუსტია, ზოგი და ტერეზა დაიბნა, აი რატო ემართება ამას, რატო მაინდამაც მაგას ემართება, რომ შეყვარებულები ღალატობენ, ან ვიღაცას არ უნდა, ან გონია რომ იმ მომენტში ოჯახში ექმნის, მაგრამ ბოლო მომენტში ეს კაცი სადღაც გარბის და იკარგება და ესეც არის ქალის ქრონიკა და ისე კარგად არის, აი არ ვიცი, თან მე ეს ქალბატონი არის გუბერნატორი მეთქიასა ეს. გუბერნატორი, აი ბავშვებს რო უვლიან, ხო? უფლობის გამო ვენის დიდარი ოჯახებში ბავშვებს უვლიან და ზოგი მასალების ოჯახია, ზოგი პროფესორი, ზოგი დიდარი ვაჭრის და იქაურ ოჯახურ სიტუაციებს ისა აღწერს. მე აღწერს ქალია, სიყვარული უნდა და რამდენჯერმე სიყვარულში ხელი აუცრუდება და გულში ფიქრობ, აი რატო და რამდენი ქალები ვიცი, აი ერთი კაცი არ გაგიმართა, მეორეში არ გაგიმართა, მესამეში არ გაგიმართა. მე მეოთხეში ვითომ გავომართლა, იმისგან ბავშვი ის გაიგებს, რომ იმისგან ბავშვი ეყოლება და ის გაიქცევა და მიატოვებს. მე ეს ტერეზა ამ ბავშვს გააჩენს, თან ფულიც უნდა შეინარჩუნოს, რაღაც სოფელში გაიზრდება ეს ბავშვი, იმდენ ყურადღებას ვერ აქცევს და გაუცხოებულია შვილთან. მე მაგრა არის აღწერილი შვილისა და დედის ურთიერთობა. ეხლა სუსტი არსება ამ სამყაროში კაცებს უჭით ურთიერთობა და აი ეს გლური და სასტიკი ურთიერთობები რო არის და ამ დროს ეს ნაზი არსება სიყვარულით სავსე, რომანტიკით სავსე ადამიანი რო ეჯახება ამ ცხოვრების მატერიალურ და მე ხშირად ვამბობ ხოლმე კაპიტალისტებს, მაგრამ კაპიტალისტებში მატერიალურ სისასტიკეებს და მე ფიქრობ, აი როგორ უმყრავდება ეს სუსტი, ასეთი რომანტიკოსი ადამიანი ამ სიცნელეებს. მე ამ სიცნელეების ბრძოლაში აღწერილია, ნუ ფაქტიურად ყველა ადამიანის პრობლემა არის სიმარტოვე.
და მით უმეტეს ხალი რო გზნობს აი ერთმა უღალა და მეორე უღალა და მესამე უღალა და მეოთხე ვერ ხდები რატო ხდები და ამ დროს ვარ მოიკლავ თავს და ამ ცხოვრებაში შენც უკვლავდები ამ იმდინარე პროცესებს და როგორ ახერხებს რანაირად ახერხებს და როგორ ახერხებს ეს მწერალი ძალიან მაგრამ აღწევს რა მერე დრამატული სიტუაცია ეხლა ეს ბავშვი სოფელში გაიზრდება მაგრამ ნუ რატომაც სიყვარული არ აქვს დედის და გახსენდება ეს ბავშვი რო გაიზრდება უკვე 14-15 წლის ბიჭი უკვე რაღაც კრიმინალისკენ აქვს ვიდრე კერება კრიმინალის არ არის კრიმინალი კი არ არის გამოყენებითი ისო უნდა რომ დედა გამოიყენოს და ეს დედა ნერვიულობს რომ რატო კი მართალია მე ჩემ შვილს ყურადღება ვერ მივაქციე თავი დროზე მაგრამ რატო ვიმსახურებ ამას და სულ კითხვა რატო კაცმა უღალა და რატო შვილი ასე ექცევა რატო სამსახურში ასე ექცევა და სულ მთელი რა ქვია იმას რომანი მიუყვება ეს რატომ და ეს რატომს მოყვება სულ უსამართლობის გარემო და სულ აი გინდა ურშემატკივრო ამ ადამიანს ამ ტერეზას მაგრამ ვერა და ბოლოს ისეთი მომენტია რა მე ასაკში აი 45 წლის 50 წლის არის რა ახალგაზრდა ხალია და ნახავს ვიღაცა ადამიანს რომელიც რაღაცა კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს და უნდა აღორძინდნენ რაღაც ერთად უნდა იცხოვრონ და ეს ადამიანი კვდება. მერე მიდის ეს ფიქრები ამ სიკვდილზე და ისევ სულ მიუყვება რატომ და შენ ჩართული ხარ ამ მომენტში და ფიქრობ რატომ და ვიღაც ამერიკა და შემიძლია. ხოდა ტელეფონზე და ხოდა რას ვამბობ და შენ ახლა მეც ახლა კაცი როა და აი რო გადახედავ ახლა მე ისედაც არა მარტო ამ რომანის გულით სულ ფიქრობ ხოლმე ამ ასეთ კაც სამყაროში ხალები რა მაგრამ უკრავდებიან ხო აი თუნდაც ჩვენი რეალობა რამდენი ემიგრანტი ხალია წამოსული კაცები სახში არიან და აქედან უგზავნიან ჩვენი გმირი ხალები რამდენი აქ ავიცი აი ასეთი წიგნი აქვს დათო ტურაში მანანები რო წავიკეთ წილი მომინდა რა და რამდენი ვიცი რომ არ ვიცი ახლა ცოტა მტკივნეულ თემას ვიძახი მაგრამ ეს ხალები აქ რო წამოსულები არიან ვიღაცა ბავშვებს ულიან ვიღაცა მოხუცებს ულიან ვიღაცა და ამ დროს რატო რომ თავის შვილი თავისი ოჯახი გამოკვებოს და გამოიყვანოს მდგომარეობიდან და ვითომ ქმარი ყავს და ის ქმარი დომინოს თამაშობს იმის მანქანი თამაშობს და მე ვიცი კიდე რომ დედა იყავი საქართველოს ცუდი სიტუაცია შენ იმუშავე შენ მარტო ფული გამოვაგზავნე და ეტი არაფერი და ამხელად კივნეული თემა ხო და აი ძალიან ბევრია ესეთი საერთოა რა და იქ ასეთ სიუჟეტია ტერეზას ეს შვილი სუფურს ზალავს და ახლა ვიდრე ევროპა ვენა ხო ავსტრია ასეთი განვითარებული ქალაქი და იქაც აი შვილი როგორ ზალავს ფულს და აი სუსტმა არსებამ რა უნდა გააკეთოს რა და ჩვენ კი სუსტმა არსებამ ხალბა რა უნდა გააკეთოს და ამ დროს ხედავთ რომ ხალები ქალბატონები რამდენ რაღაცას აკეთებენ და ნუ ეხლა ცოტა ისე მაგრამ აი ყველაფერი აღწერილია ამ წიგნში კარგად აი ძალიან მე მინდა რომ წაიკითხოთ მინდა მამაკაცმა მინდა ხალებმა აი მთელი ეს ჩვენი ფიქრები აი ხალის ფიქრები როგორ ამ ეს პროცესები აი მაინც სუსტი არსებაა ხალი კი ეხლა ჩვენ ვიძახეთ ხო ხალი თუ გამწვავდა დედას გიტირებს იმას გიტირებს არა სუსტები არიან სუსტები და ამ კაც სამყაროში და ამ უსამართლო სამყაროში როგორ უმკლავდება ეს ტერეზა ამ პროცესებს და უცბად გახსენდება ჩვენი ეხლა წეგან ვილაპარაკე ჩვენი ხალები და ჩვენი მანტილოსნები რა დღეში არიან და ჩვენ კიდევ მამაკაცები კიდევ არ ვაფასებთ მაგრამ აი ასეთი სევდიანი ფიქრები მომდის ხოლმე მომდიოდა ხო ახლა ისედაც ზოგადად ჩვენ ყოველთვის ფიქრობთ ამ უნდა ჩვენი არხიდან გამოდიდნენ და რამდენ რაღაცებს
ყველა თემებზე ლაპარაკობ, მაგრამ ეს ქალების თემები, რომლებიც და არის ყველაფერი არის რაღაცისთვის გაჩენილი. ყვავილი არის ილამაზისთვის, ნომი არის ბრძოლისთვის, შველი არის ილამაზისთვის. და ასეა, კაცი არის ბრძოლისთვის, ქალი არის სილამაზისთვის და ოჯახური სიმჭიდროვისთვის და კარგი გარემო შესაქმნელად, მაგრამ ეხლა ისეთი დრო არის, რომ ეხლაც კი არა კაცებს რაშუაში არის. ისეთი დრო არის, რომ სუსტი არსებებს უწევთ ბრძოლა. ზოგი ამბობენ ხოლმე, მაგარი ქალია, ისეთი ქალია, ასეთი ქალია, მაგრამ სუსტია, მაინც იმას ყოველთვის კაცი უნდა ყავდეს გვერდზე და ერთობლივად უნდა იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ ცხოვრებაში ეს კაცები არ არიან და ეს ქალები, ეს სუსტი არსებები როგორ უკრავდებიან იმ უსამართლოდან კაც გარემოს, სადაც მათ უწევთ ცხოვრება. ერთ სიტყვით მეგობრებო, წაიკითხეთ, ესე იგი არტურ შნიცლერის წიგნი ტერეზა, ქალის ქრონიკა. და სამწუხაროდ მე ამ პრობლემებს ვერ უმკლავდება ისა და მე მაინც დიდი გულით ტკივილით წარმოდგენ შვილი ისე გააკეთებს, რომ საშინელი სცენები აღწერილი, ეს გარდა იმისა, რომ შვილი ფულს ძალავს და რაღაცა ხელსაც კი გაარტყავდენა. რა ვიცი, ყველანაირი რაც კი გამიგია, რაც არ გამიგია, ეს პროცესები ქალის ფიქრების და ჯოწხოვას ცხოვრებაში ვინახე რაღაცები გამიგია, ყველაფერი ამ წიგნშია ჩაწერილი და ამ ტერეზას თავზე ტრიალებს და მე ბოლოს გარდაიცვლება და ძალიან ბევრ საფიქრეს გიტოვებს. და საფიქრეს რა, რომ ამხელა თანაგრძნობა გვინდა ჩვენო ჩვენ გვერდზე ქალებს პატივს არ ავსცემთ. ჩვენ გვავიწყდება ისინი სუსტები არიან, მაგრამ სუსტები არ არიან კი შეიძლება ფიზიკურად სულით არიან ძლიერები, მაგრამ ამ ბრძოლაში ამხელა უსამართლობას ეხრებიან ჩვენი ქალები და მადლოსნები. მე როგორი წიგნია იცი მეგობრებო, არ ვიცი ხა რო წაიკითხავ, ამ წიგნის შემდეგ ადამიანი არ შეიცვალოს ქალის მიმართ, არ განიცვალოს მატივისცემით, მაშინ უნდა იყოს ძალიან ჩამორჩენილი და უბრალოდ ჩამორჩენილი კი უნდა იყოს არა ადამიანი რა. ძალიან მაგარი წერალი, ძალიან კარგადაა აღწერილი და რა ვიცი, მეც ჩემო ქალბატონებო, ჩვენი აქ ჩვენ აქ ძალიან ბევრი ქალბატონი უყურებს და მე ძალიან მიხარია, რომ ჩემ თბილად მომიხსენიებთ ხოლმე და ასე ვთქვათ სტიმულს მაძლევთ, რომ მე კიდევ რაღაცნაირად უფრო გულშემატკივრობთ მე და მეც მინდა რომ არა მარტო ჩემი ქალბატონი, რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩემო არხის ქალბატონებო, ყველას გვერდზე გიდგევართ, ყველას გეფერებით, გესიყვარულებით და ვიცი ძალიან ბევრი ქალბატონები, ზოგი იტალიაშია, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ისა და ის ემიგრანტის ფიქრებით არის ჩაფრული და ამ დროს ჩემთან მოდია და მე ჩემთვისაც ყურადღებას სიტყვოთი და კომენტარებით ყურადღებას უშვებენ ჩემს მიმართ და წარმოიდგინეთ ჩემს მიმართ თუ ყურადღებას იჩენენ რამდენი სიყვარული და კავშირი აქვს თავის შვილებთან, ბრებთან, ან ვინც დატოვა მშობლებთან, რა ვიცი, ახლობლებთან, 900-ს გადასულები, ზოგი ვიცი 10 წელი, 20 წელი საქართველოში არის დამყოფი და ზოგი ფიქრობს სამყაროზე, ზოგი ფიქრობს სიტუაციაზე, ზოგი ფიქრობს 1000 რაღაცას ფიქრობს და ამას მე ვიზიარებ ხოლმე ჩვენ არხი და მე ვიცი რომ მაგარი ქალბატონები და უბრალოდ მე კაცებს უხეშ კაცებს, აბა კაცი ცოტა უხეში უნდა იყოს, მაგრამ გაუთხიდეთ ჩვენ ქალებს, გაუთხიდეთ ჩვენ დებს, დედებს, რა ვიცი, მეზობ ყველა ქალებს გაუთხიდეთ ჩვენ ვარდებულები ვართ. ჩვენ თუ ქალებს არ გაუთხიდით, თუ მათი ბუნება არ გაიგე და მათი ფიქრები არ გაიგე, შენ როგორ შემაგას პატრის. ამიტომ ვიცახი რომ ჩემო მამაკაცო მეგობრებო, წაიკითხეთ ეს წიგნი, ძალიან მაგარია და დარწმუნებული ვარ. როგორი წიგნია, იცით კიდევ, უყურეთ, მე მაგალითად მე მახსოვს დედაჩემთან ჩხუბი რომ მომდიოდა ხოლმე. და გული მწყდება რა და ჯოჯი ხო იცი რა დედაშვილი ხო ჩხუბობ რაღაც გამათებს და მე რომ მოკვდებიო,
დედაჩემი მეუნება. აი მე მიხვდები მე რა მინდოდა და ისთვის აი ქალო მეუნები დამანებს და მე უფრო კარგად ვიცი და მარსაც რა რო გარდაიცვალა დედაჩემი და მე უფრო გავაანალიზე ამდენი შეცდომა მაქვს მე დაშებული ჩემი ახალგაზრდული ემოციის გამო ჩემი არასწორი თქმის გამო და ფიქრობ აი ღირდა ამის გულისთვის იმ მომენტში ხო მოიწმინე დედას უყარხარ ის გადაყოლილია შენზე კი შეიძლება თავი ზედმეტი მოდის ის მოდის მაგრამ ხო შეიძლება სხვანაირად ლამაზად მოიშორე და არა უხილ წადი ქარო თავი დაბანები აი მე ცხენია ამაზე და რატო ამბობ იცი რომ და მე უკვე გარდაიცვალა დედაჩემი გული დამწყდა და ძალიან ხმად დამწყდა რომ როდესაც მე შემეძლო მოფერებოდი და ის რაღაცა ჯიუტობის გამო და რაღაცა ინტერესების გამო არა მარტო როგორც დედას არამედ ხალს ვაწყენინ აი ძალიან სინანულად მოწება რა ეხლა უშეცდომა და ისეთი ადამიანი არავინ არ არის მაგრამ აი მე ასე მგონია რომ ვინც ამ წიგნს წაიკითხავს არტურ შნიცელის ტერეზას ქალის ქრონიკას ალბათ დაფიქრდება რაც გონდა ჩვენ ყველა წარმავლები ვართ ჩვენი დედა წავა ჩვენი საფალი ადამიანები წავა და სანამ წავა და სანამ შეგვიძლია კი 1000 სიტუაციებია და 1000 ამბებია და რატო უნდა ვაწყინოთ ადამიანს რატო ხო ცოტა დაფიქრება გვინდა და ცოტა მოთმენა და სწორი გადაწყვეტილების მიღება ასე რომ YouTube არხში ქართულადაც არის ეს წიგნი აუდიო წიგნში შეგვიძლია მოგუსმინოთ და წაიკითხეთ და ძალიან კარგი იქნება და უბრალოდ ბოლოს სიტყვაზე ვიტყვი რომ ეს ისეთი წიგნია რომ ამ წიგნს რო წაიკითხავ მე გამურიცხულია რომ ჩვენ ქალბატონები ჩვენ დედებს ჩვენ დაიგოებს უბრალოდ შეიძლება გადაყოლილები არ ვიყოთ მაგრამ ეთიური სიტყვა პატარა სიტყვა და პატარა ყურადღება მივაქციოთ და აწყენები არ დავშენ აი ეს არის მთელი ამბავი ამიტომ ამ იმაზე ლაპარაკობ კარგი თამა მეგობრებო ცოტა ისე ვილაპარაკე მაგრამ გონი სათქმელი თქვია რა დაიწყო ხა ჯაგაჯუგა ამბები და დავთხრიდეთ ჩვენ მანდილოსნებს ამით მამინდა კარგი თამა მეგობრებო გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეო იმედია შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში